რა თქმა უნდა დავიწყებ ისევ ლილით. დავიფიცებ, რომ მე დღემდე მას ვეკონტაქტები და სულ აი რაღაცას რო ვაკეთებ, მე მისი თვალით უყურებ ამას ყველაფერს. სულ თან დამყვება ჩემ საქმეში მე. მივედი და უთხარი, რომ დემეთქი რაღაცა, აი ესეთი დამემართა რაღაცა, მაინტერესებს მეთქი. გაგიჟდა. შენ გიჟყვარ. შენ კარგი მსახიობი ხარ, რომ წადი შენ საქმეს მიხედე. ხარ დაიწყო არაურიო შენ ცხოვრებაო, აი ტირილამდე მიმიყვანა. და წამოვხდი და წამოვედი და კარებთან რომ მივედი და გავაყიდე დიკო, დამიძახა. კარგი მოდი დავალებას მოგცემ პატარასო და ნახოთ რა სიზა. და მომცა ასეთი დავალება მოვლენები უპერსონაჟოდ. სანამ სახლში მივედი, მე უკვე დავიწყე ამის კეთება. რაღაცა დამემართა, აი და წამოვიდა, მოვტრიალდი უკან, დაუკაკუნე კარებზე, კარები მისი არასოდეს არ იკეტებოდა, გაზეთების დასტა ქონდა ხოლმე ასე შეჩურთული. გაშტერდა, რა გიდა დედიკო და მოვიტანეთ ხოლმე. რა მოიტანე, უკვე დაწერეო, დავწერეთ. არ მიიღო სერიოზულად. მისული არ მიყავი. დამირეკა სასწრაფოდ მოდი ჭერდა. ამ დროს მას ყავდა ჯგუფი, სარეჟისორო ჯგუფი. უკვე მეორე კურსზე იყვნენ ისინი. და მოხდა ესეთ საოცრება, მან მიმიღო ამ ჯგუფში. მე ვთვლი, რომ ეს ამან გადააბრუნა საერთოდ ჩემი ცხოვრება. სულ რაღაცებს ვდგამდი, მე თვითონ მღერი, უკრავ, ცეკვავდი, რა ვიცი. ამიტომ სულ რაღაც ტაშპანდურში ვიყავით მე და ჩემი მეგობრები. მუსიკალური სასწავლებელი მაქვს დამთავრებული, პიანისტი ვარ მე. მაგრამ მოხდა ისე, რომ აღარ მაინტერესებდა. თუმცა კონსერვატორიაში მოიჭემატანინეს საფუტები. მე ჯუმად გამოვიტანე და შევიტანე თეატრში. ძალიან დიდი წინააღმდეგობა მქონდა ოჯახიდან ამ დროს. ანუ როგორ მეუბნებოდნენ, რომ ხო ხვდები, რომ ვერ აბარებ, ესე იგი არ არის შენი საქმე. ვერაფრით ვერ უხსნიდი, რომ შიგნიდან გრძნობდი, რომ ეს არის ჩემი საქმე და ბოლოს უთხარი, რომ წელსაც მომეცით საშუალება თქო. აი წელსაც ვცდითქო და თუ მე წელსაც ვერ ჩავაბარე, ჩემ სიცოცხლეში ხმას აღარ ამოვიღებ ამაზე თქო და ღვთისმწყალობით ეთყობა ჩემი ბედი იყო და მოგლე ჩავაბარე მიმიღეს და რა წამიდანაც მე ამ საქმისთვის ბრძოლა დავიწყე, მე არ ვიცოდი, სად მივდიოდი, როგორ მივდიოდი, იმიტომ რომ კაციშვილი არასოდეს მე პატრონი არ მყოლია, მე ვიყავი, მე უბრალოდ ვიდექი ამ გზაზე და ვიცოდი რომ მე სხვანაირად არ მე ამ გზაზე უნდა ვიარო. ჯგუფი აიყვანა 2 წლის უკან აი რო ვაბარებდი თქო, ხო ლილიმ აიყვანა ჯგუფი იოსელიანმა. მე რაღაც კონფლიქტი მოუვიდა ამ ჯგუფთან და დატოვა ჯგუფი. საოცრება მოხდა. დატოვა ეს ჯგუფი და აყავდა იმ წელს ჯგუფი, როცა მე მოვხვდი. და ამიყვანა თავის ჯგუფში. სამსახიობოზე სწავლის დროს ლილისთან ძალიან ბევრ რაღაცებს ვერ ხვდებოდით. ბავშვები ვიყავით ჩვენ. და მისი ძალიან გვეშინოდა. ძალიან, აი, რო გადმოიხედავდა, იცით როგორი თვალები ქონდა, რო გეგონებოდა, აი, გამჭვირვალე იყავი და ყველაფერს ხედავდა, შიგნით რას ფიქრობდი, აი, ზუსტად გეტყოდა, რას ფიქრობდი, რა გაიფიქრე იმ წუთას მასზე. მე ძალიან მიყვარდა ეწოდები. ვიგონებდი ეწოდებს, მაშინ ხო ვერ ხვდებოდი, რომ ეს მქონდა დაუშვათ ეს თვისება, რომ რაღაცები მომეგონებინა. წერდი ამ ეწოდებს, ვიგონებდი და მეხვეწებოდნენ ჯგუფელები მეც დამიწერე ეწოდებს და წერდი ამათვისას, ჩემთვისას და მოხდა ასეთი რამე. ამ ჯგუფთანაც რაღაცა გაუგებრობები შეექმნა და გადაწყვიტა, რომ გაეყო ჯგუფი. მე მოხდი ბატონ გიგა ლორთქიფანიძასთან. მაშინ თან ბატონ გიგა იყო მარჯანიშვილის თეატრის მთავარი რეჟისორი. ხო და ნუ ალბათ ასე იყო საჭირო და დავამთავრე რა თქმა უნდა სამსახიობო ბატონ გიგასთან და პირველი როლი იყო დაიდგა ასეთი სპექტაკლი ერთხელ მხოლოდ ისიც ძილში შადიმან შამანაძის პიესა ძალიან ცნობილი ბატონმა გოგიმ თოდაძემ გამანაწილა თავარ როლზე მე ვითამაშე ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი არის ასეთი ედუარდო დე ფილიპოს საყვარლესი პიესა ასუნდა იყო ასეთი არაჩვეულებრივი პერსონაჟი მე დიდათ არ მქონია ბედნიერება რომ ხა ისეთი როლები მეთამაშა იმიტომ რომ ну არ ვიცი ასე მოხდა ასე დამებედა
იცით რა, სამუშაო მქონდა სულ. ყავდა ეს ძალიან ბევრი სტუდენტები, სულ მუშაობდნენ პირველი დღიდან, რომ დავამთავრე ინსტიტუტი, ვიყავი ინსტიტუტში. სტუდენტებს ვზრდიდი, ამ სტუდენტებთან ერთად ვაკეთებდი 1000 საინტერესო რამეს. მერე მომიწია ეს ბერიკები, მერე დავიწყე სპექტაკლები და მერე მივხვდი, რომ სადღაც სხვაგან მივდიოდი უკვე. აი ვინც მე ამ საქმისკენ მიბიძგა ეს იყო ცხონებული გოგი თოდაძე, იმიტომ რომ მითხრა რომ აიღე რამე პიესა და დადგი. ეს არის მითხრა რასაც შენ აკეთებო, ეხლა მეტყველებაში ამ ბავშვებთანო. იმიტომ რომ ვდგამდი რაღაც ფორმაში ვაქცევდი ამას ყველაფერს. ეს არის მეტი კი არაფერიო და გაბედეო და აიღეო მითხრა და რა ვიცი, გავბედე რა იყო ვერ გეტყვით, მაგრამ გავბედე და ავიღე ჩემი უსაყვარლესი ზღაპარი. ბრაზილიური ზღაპარია, მონტეირო ლობატო არის ასეთი ავტორი, ყვითელი კოდალას ორდენი. გავაკეთე ეს ზღაპარი. ნუ ამას ვერ მოყვები იქ რა ხდებოდა და როგორი გამოვიდა და რა საოცრებები დაატრიალა ამ ზღაპარმა და აი ეს იყო პირველი ნაბიჯი. როცა ლილიმ უკვე მიმიღო ჯგუფში, პირველი სპექტაკლი გავაკეთე მეორე კურსზე რო ვიყავი სარეჟისოროზე, მეორე კურსის ბოლოს გავაკეთე ჯუნჯი კინოსიტა არის ასეთი იაპონელი მწერალი და წეროს ფრთები არის ასეთი საოცარი პიესა არის ძალიან პოეტური. ყველაზე მთავარი ის იყო რომ ჩემი კოლეგები რომელთან ერთადაც მე ძალიან დიდხანს სცენაზე ვიდექი, ყველაზე მეტად იმათ გაუჭირდათ ჩემი აღქმა რეჟისორი. დაჭირდათ დრო ამისთვის რომ დაეჯერებინათ, დაუშვათ რომ მე მართლა ვიცი ჩემი საქმე. აი ნდობა აუცილებელი როგორ ვთქვა ეს უნდა გენდოს მსახიობი რომ წამოყვეს იმას რასაც შენ მას თავაზობ იმიტომ რომ რეჟისორი არის კალაპოტი რეჟისორი არის გზა რეჟისორმა იცის სად მიყავს არტისტს აქვს თავისი როლი ყველანი ერთ მდინარეს უნდა შეუერთდნენ და ერთი კალაპოტში უნდა იარონ რომ მიზნამდე მივიდნენ ხო ამას რეჟისორის გარეშე ვერცერთი ნიჭიერი მსახიობი ამას ვერ გააკეთებს და ეხა თვალდახუჭულები მენდობიან მე მიხარია რომ ხედავ როგორ უხარიათ ჩემთან მუშაობა ჩემ მეგობრებს და ჩემ კოლეგებს 12 თვე ძალიან კარგი გამოგვივიდა, საოცრება ხდებოდა ამ თეატრში 2 თვის მანძილზე, ჩვენ არ გავჩერებულად. აქ ეს ფარდა რო იყო, ჩემთვის ეს ისეთი იდუმალი სამყაროა და მე ისე მჯერა მისი რომ ეს ამ იდუმალების გარეშე ეს არ არსებობს. ამის დარღვევა ვინც ცადა ტყუილი. ეს არის იდუმალი. ეს არის სხვა სამყარო, რომელიც აი ამ ფარდის გახსნასთან ერთად იწყება და თან ხო საოცარი ეფემერულია ჩვენი საქმე, თეატრი. განუმეორებელია, იმიტომ ამას ხო ვერასოდეს ვერ გაიმეორებ. აი დღეს ჩემი სპექტაკლის ერთ-ერთი სპექტაკლის დეკორაცია დგას და დღეს ითამაშებენ ისინი და მე ვიცი რომ ძალიან ბევრ სითბოს და ძალიან ბევრ სიყვარულს გაატანენ მაყურებელს, მაგრამ ამ სპექტაკლს ვეღარასოდეს ვეღარ გაიმეორებენ. რა იქნება დღეს, რას მოიტანს დღევანდელი დღე, როგორ შედგება მათი შიდა ურთიერთობები, აი ეს არის და ყველაზე დიდი საიდუმლო. ისინი იქ ცხოვრობენ, ცოცხლობენ ამ ყველაფრით და ეს არ არის გაზეპირებული ტექსტების ერთმანეთისთვის.